დავუბრუნდით პირდაპირ ეთერში ძალიან საინტერესო ხელოვანი ადამიანი შემოგვიერთდა ჩვენ. მოდი მაყურებელსაც ვეტყვი იმას, რომ 19 ივნისს ქარვასლაში გაიხსნა გამოფენა მანუჯარ ოქროსცვარეძის, რომელსაც ქვია სარკის უკანა მხარე. ძალიან საინტერესო სახელწოდება არის პირველ რიგში. მადლობა რომ მოხვედით ჩვენთან სტუმრად. მოდი ცხადე მე გამიჩნდა კითხვა რატომ სარკის უკანა მხარე. და ზოგადად ალბათ ამ ექსპოზიციის კონცეფციაზეც ვისაუბროთ, გვაინტერესებს. პირველ რიგში დიდი მადლობა თქვენ მოწვევისთვის. მადლობა რომ ინტერესდებით ზოგადად თანამედროვე ხელოვნებით. ეს არ არის ჩემი რამდენიმე ხნის წინ ვიყავი თქვენ სტუდიაში სხვა პროექტთან დაკავშირებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალიან გაინტერესებთ და დიდი მადლობა რომ აწვდით მაყურებელს ინფორმაციას თანამედროვე ხელოვნებაზე. რაც შეეხება ამ პროექტს კონკრეტულად, ეს არის ჩემი სოლო პროექტი, რომელზეც წარმოდგენილია როგორც უახლესი ნამუშევრები, რომელიც ჯერ არ გამოფენილა, 2014 წელს და 2015 წელს შექმნილი ნამუშევრები, ასევე ბოლო რამდენიმე წლის, 3-4 წლის მანძილზე უკვე გამოფენილი ნამუშევრები, რომლებიც უკვე რაღაც განსხვავებულად გამოიფინა, თავშევ თუ იყო რაღაც პროექტის ნაწილი, აქ ან როგორც დამოუკიდებელი ნამუშევარი, ან უკვე სხვა ნამუშევრებთან გაერთიანდა. ვფიქრობ უფრო საინტერესო. კი, აი ზოგი ნამუშევარი, რომელიც მაგალითად ჯგუფურ პროექტში იყო წარმოდგენილი, ასევე სადაც მე მონაწილეობდი დავუშვათ როგორც მონაწილე ხელოვანი, ან როგორც კურატორი იყო ესეთი ჯგუფი ვით გვაქვს, ასევე არ არის ეს რაღაც ჩამოყალიბებული ჯგუფი, მაგრამ დავუშვათ როკო ირემაშვილი კონსტანტინე მინდაძე რომელსაც იყო თქვენი ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია. იყო აი თქვენთან იყო და სპეციალისტი აი კატალოგი წამოვიღე, რომელზეც შემდეგ ვისაუბრებთ. კი ბატონო, მოდი ჯერ ვისაუბროთ აი ამ უკანასკნელ გამოფენაზე, რომელიც სამწუხაროდ ისე დროს გაიხსნა, რომ ჩვენს ქალაქის სტექი ამძუნვარებდა და შესაბამისად. მე მიყურებ ამ დროს. გიხსნი? შეყვარი ყავი საქართველოში. სტექი ამძუნვარებდა და ჩემს თქვენ გამოიშურა ხელი და. რასაც მძუნვარი? არა, შეყვარი ყავი საქართველოში და ამიტომ ძალიან კარგად ვიყავი სტექი ის დროს აქ მე მეცადა. 19 ივნისს ხო წასული. არა გენცულა. გასაგებია. ყოველ შემთხვევაში რაღაცა მოვლენებმა და მნიშვნელოვანმა მოვლენებმა გადაფარა ბუნებრივი ექსპოზიცია. მაგრამ ჩვენ აი გვინდოდა რომ ეს ზოგადად ტრადიციის დაიწყო თქვენ საუბარი, ეს ახალი ხელოვნება, ახალი ფორმები ოღონდ საინტერესოა, იმიტომ რომ რატომღაც ძნელია ალბათ ჩამოყალიბდეს ეს სტერეოტიპი, რომ ტრადიციული არტ-ხელოვნება უნდა იყოს ფუნდამენტური, თქვათ, ამას უნდა მიაქციოს ყურადღება და ძალიან იშვიათად ისმის ხოლმე ახალი ხელოვნების ხმა, ახალი ფორმების ხმაც იშვიათად ისმის და ამიტომ ყოველთვის ვცდილობთ ჩვენს GDS-ს რომ ეს გადაცემას რომ ესეთი ადამიანები წარმოვაჩინოთ. აი ეს იყო მთავარი მიზეზი. ეხლა აი კითხვას რომ დავუბრუნდეთ, იმიტომაც გადავწყვეტ გადაფარა მართლა ამ სამწუხარო მოვლენებმა და თბილისისა და საქართველოს ხო საერთოდ არ არის განებივრებული ახალი გამოფენებით, ახალი ფორმებით და იმ უცნაურობებით. ერთ შეხედვით უცნაურობას ეძახიან ხოლმე, მაგალითად გვარსად დავასახელებ, უცნაურ გამოფენაზე ვიყავი, ასე ამბობენ ხოლმე, როდესაც თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში შევიდა. ხო და ბოდიში გაგაწყვეტე, უბრალოდ მე ემოციური დამოკიდებულება მინდოდა და გამომეხატა ამ მოვლენის მიერ და აი ეს მართალი მზანდებით რომ გადაფარა ამან ეს ბუნებრივიც არის, ხო რაღაც საშინელი ტრაგედია მოხდა და რაღაც ამ დროს არც გაქვს ადამიანს პრეტენზია რომ მე მომაქციეთ ყურადღება და არც მიაქციეთ ყურადღება, მაგრამ ნუ ეს რაც არ უნდა იყოს ხელოვანია, ომიც რო იყოს ხელოვანი მაინც მუშაობს და თავის თქმის ამბობს ასე რომ ბუნებრივია რომ ეს პროცესი გაგრძელდეს და ნუ აქვე მადლობა მინდა უთხრეთ თვითონ ეროვნულ მუზეუმს, ქარვასლა, ანუ თბილისის ისტორიის მუზეუმს, კონკრეტულად ლიკა მამაცაშვილს, რომელიც კურატორია ამ სივრცის, რომელიც ძალიან დიდი სიამოვნებით უთმობს ესე ხოჯოს ქარვასლაში ყოველთვის საინტერესო ყოველთვის ძალიან საინტერესო გამოფენა. მართლაც ერთ-ერთი სივრცეა, მე მგონი რომ ერთ-ერთს ვიხმარ, რადგან პოლიტკორექტული იყო, სადაც მართლა შეიძლება ახალგაზრდა, ახალი რაღაც ნახვა ამ ქალაქში. სხვათაშორის არა მარტო ქარვასლა, კონდა აი წინა 2013-ში მაგათად ორი პროექტი გავაკეთეთ. ეს მთვარის მუზეუმი იყო და ჰიპერპოზიცია, ორივე მუზეუმში, ანუ ერთი ეროვნულ გალერეაში, მეორე იყო ხელოვნების მუზეუმში, რომელიც ასევე ეს ძალიან კარგი ტენდენციაა, რომ ჩვენ არა ვართ ასევე განებივრებული კერძო სივრცეებით, ხო, საგალერეო ძალიან ან პატარა, ან არ არის დავუშვათ რთული ინსტალაციის გაკეთების საშუალება ამ შემთხვევაში. ამის საშუალებას იძლევა უფრო სივრცეები, რომელიც სახელმწიფოს მფლობელობაში, ეროვნული მუზეუმის მფლობელობაში და ეს ძალიან კარგი ტენდენციაა, რომ აი ამ ბოლო დროს ძალიან დიდი სიამოვნებით უთმობს ასეთ პროექტებს ეროვნული მუზეუმის. ეხლა მაყურებელი ხედავს კადრებს, ეს რა გამოფენა არის, ეს პირველი
ახალი გამოფენა. ეს არის გამოფენა, ეს არის თვარის მუზეუმიდან კადრები, რომელიც იყო ეროვნულ გალერეაში 2013 წლის ბოლოს 2014 წელს გადავიდა, რომელზეც სხვათა შორის აი თქვენ სტუდიაში იყო ამაზე სიუჟეტი, მე კოტე მინდაძე როკოირემაშვილი და ამერიკის კულტურის ატაშე ჯეიმს ძუი ვიყავით თქვენ სტუდიაში და აი ამ პროექტზე მაშინ ვისაუბრეთ, მაშინ დავაანონსეთ კატალოგის გამოცემა, რომელსაც ამერიკის საელჩო აფინანსებდა და აი ახლა ეს კატალოგი მოგიტანეთ, ამიტომ სხვათა შორის მინდა აღუნიშნო ერთი ტენდენცია, რომელიც შევამჩნია, როდესაც არა ვარ ხოლმე საქართველოში, აი ამ სივრცეებმა და ამ თანამედროვე ხელოვნების მუზეუმებიდან ამ არტისტებმა გადაინაცვლეს უკვე ძალიან ყოფით და ძალიან ტურისტულ ადგილებში. აი მაგალითისთვის გეტყვით, მე რამდენი შარშან ვიყავი ლიუბლიანაში და იქ არის ვინც არ ნამყოფი, იქ არის არის ამ მთაზე დგას კოშკი, ძველი ციხესიმაგრე, სადაც ბუნებრივად იქ ესე ვთქვათ ტურისტული მახეც არის, რაღაცები შეიძინო და არის ვთქვათ საინტერესო მართლაც ექსპოზიცია, ტრადიციული ვთქვათ გამოფენა ასე შემდეგ. მაგრამ სარდაფში არის ოთახები, სადაც ადრე აწამებდნენ ვთქვათ ტუსარებს. და რო ჩადიხარ ამ სარდაფში, ისმის ხმა. ანუ ვიფიქრე რომ რაღაცა ვთქვათ გამოძლიერებელია დაყენებული და ვთქვათ ხმა გესმის რო ეფექტი შექმნა. და საკანში ვერ შედიხარ, არის კარი, არის ეს გისოსები ორი და რო შეიხელ, იქ არის ინსტალაცია გაკეთებული, კედელზე. რა საინტერესოა. მე და მივხვდი რომ ეს წამოღებულია და ამიტომ მინდა ყველას მივმართო, ვისაც რაღაცას აპირებთ ხოლმე, რაღაცა ივენტის ძველი რა სადაური სიტყვა ივენტი. ძველ ბერძნული. ბერძნულია? მე მგონი მაინც ჯერ ეგვიპტული იყო, არა? ძველი ბერძნული სიტყვა ივენტი, რო აპირებენ ამ ივენტებს, შეუძლიათ დაპატიჟონ და დაუძახონ ისეთ არტისტებს, რომლებიც მუშაობენ ამ თანამედროვე ფორმებით, იყენებენ თანამედროვე მეთოდებს და საინტერესო ინსტალაციის ფორმა, ინსტალაციის საინტერესო აზრი ჩადონ იმაში, ან მესიჯი, რომელიც ეს გამოფენაც ის ადგილი არის, სადაც შეუძლიათ ესეთი საინტერესო რაღაცები ნახოს. მაყურებელს ვეტყვი, რომ 5 ივლისამდე გაგრძელდება სარკის უკანა მხარე გამოფენა და რაც ნახავს იქ მისული მაყურებელი. აი როგორც დავიწყეთ, ხო, ეს არის ის სოლო პროექტი მასშტაბური, სადაც არის სხვა არ არის ერთი თემით გაერთიანებული. რაც იყო საკმაოდ რთული ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ეს როცა ერთი თემით არ არის გაერთიანებული და აკეთებ დიდ ექსპოზიციას, სივრცეში ამას ისე უნდა განაცხადო, რომ ერთმანეთს არ შეუშალოს ხელი. ჩემთვის ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო და მე მგონი გავართვი ამას თავი, იმიტომ რომ მე მგონი მაქსიმალურად ეს ექსპოზიცია გამოვიდა ეფექტურიც, დატვირთულიც, შინაარსობრივადაც, ვიზუალურადაც. ეს სარკის უკანა მხარე, რომელზეც ვკითხეთ და ვეღარ მიუბრუნდით, ეს არის მინდოდა ცოტა ესეთი განზოგადებული სათაური ყოფილიყო, რომელიც მრავალი ინტერპრეტაციის საშუალებას მოგცემდა. ამ შემთხვევაში ეს შეიძლება გავიგოთ როგორც დაუშვათ ის პროცესი, რაც კონკრეტული არტეფაქტის ნამუშევრის მიღმა, ხო, ის პროცესი, ხო, რომ ასევე ის რომ ხელოვნებას აქვს უნარი, რომ რაღაც სხვანაირად დაგვანახოს, უფრო ღრმად დაგვანახოს ის რეალობა, რასაც დაუშვათ ჩვეულებრივ ცხოვრებაში ზედაპირულად ვხედავთ. რასაც ჩვეულებრივ უბივაწელი არ აკვირდება. ხო, მე მგონი მხატვრის ფუნქცია ზუსტად ეს არის, რომ უფრო ღრმად ჩავიდეს მოვლენებში, უფრო ღრმად ჩავიდეს საგნებში, ადამიანებში. რამდენი ნამუშევარი იქნება ბოდიში შეგაწყვეტინე? სხვათა შორის არ დამითვლია რამდენი ნამუშევარი. ნუ დაახლოებით არის ალბათ საკმარისი მე მგონი იმისთვის რომ მიხვიდე ემოცია მივიღო და ძალიან ინტერესებია. ხოჯერ ბოდიში გაგაწყვეტე, ხად ვიცი რომ ხატწერითაც ხატწერიც ხარ და აი ეს მეტამორფოზა როგორ ხდება ხოლმე. ეს სხვათა შორის აი აქ ეს ხანდახან ჩანს ჩემი მაშიც ალბათ ამ თანამედროვე ხელოვნებაში, იმიტომ რომ აქ არის ერთი კუთხე, სადაც აი რელიგიური თემა არის, 4 ნამუშევარი არის და უშუალოდ ესე ჯგუფებად დავყავი რა ეს ნამუშევრები და მაგრამ აქ არის უკვე აბსოლუტურად სხვა, ანუ ხატწერაში ეს არის დაუშვათ ის სიმბოლიკა, ის ფერის არის თუ ის საღვთისმეტყველო მხარე ხატწერის, ხო ეს თავისთავად რაღაც დონეზე ხატწერებს შესწავლილი გვაქვს, მაგრამ აი ამ შემთხვევაში ხო როგორც დაუშვათ ხატის წერის შემთხვევაში აბსოლუტურად უნდა განთავისუფლდე ალბათ იმისგან, რასაც აკეთებ თანამედროვე ხელოვნებაში, ისევე არ უნდა გადმოვიდეს
ეს ხაწერის ელემენტები თანამედროვე ხელოვნებაში. ანუ აქ არის ამ რელიგიური თემის აბსოლუტურად სხვა ინტერპრეტაცია, თავისუფალი ინტერპრეტაცია. ამის საუკეთესო მაგალითი ალბათ თუ ნამყოფი ხართ, ვინც ნამყოფი არის ვატიკანის მუზეუმში, როდესაც დაწყებული თქვა კლასიკიდან დამთავრებული თანამედროვე მხატვრობამდე როგორ არის ასახული თქვა მხატვრობაში რელიგიური თემა, ხო? და ამის კარგი მაგალითია დაუშვათ იგივე ვატიკანში მანცუს რელიეფები, ცნობილი კარები, რომელიც ძალიან ძლიერი ნამუშევარია. დემიან ჰირსტს ასევე აქვს რელიგიური თემები. ანუ ეს პრინციპში რა არის ის და ამ შემთხვევაში ხელოვანი ყველა იმ აი ის რაც ჩვენ გვაწუხებს, ხო, ის რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ყველა თემას უნდა შეეხოს თანამედროვე. და ისე ახსენე რელიგია და ასევე ახსენე რომ რამდენიმე დაჯგუფება გაქვს, ხო, ანუ შესაბამისად რამდენიმე თემა არის გამოყოფილი ამ ექსპოზიციაზე. შეგვიძლია ჩამოთვალოთ კიდევ ერთი არის დაუშვათ აი არის 2012 წლის პროექტი დაუშვათ წარმოდგენილი ეგზისტერე, სადაც ეს არის უფრო ესეთ ახალ მედიაში დაუშვათ ფოტომანიპულაციით, ფოტოკოლაჟებით არის გაკეთებული, პლუს დამატებული აქ ობიექტები ხის, მეტალის, სადაც არის აი უფრო სოციალური თემა და ეგზისტენციალური თემა გაერთიანებული, რომელიც არის სხვათა შორის აი ჩემთვის ინსპირაცია იყო ეს არქაული კულტურა, კონკრეტულად ის ნიღბები, დამკრძალავი ნიღბები, რომელიც რაღაც გარკვეული სოციალური ფენა მიმართავდა ამას ვირფასი მეტალებისგან, სხვადასხვა კულტურაში რომელიც არის უფრო არა დაუშვათ იმ ადამიანის პორტრეტი, იმიტომ რომ პორტრეტის ელემენტი და ძალიან სქემატურია, ის არის უფრო აი რაღაც მესიჯი, სოციალური მესიჯი, რომ აი სოციალური წარმატების რაღაცნაირ ჩაბღაუჭ მარადიულ ღირებულებად ილუზიის შექმნა, რომ თითქოს რაღაცა ეს რაღაც მარადიულია. აი ეს ძალიან ისეთი სოციალური პროექტია ჩემთვის, ასევე არის რაღაც ირონიის ელემენტები, ირონიული მომენტებიც, სადაც ცოტა პოლიტიკასთან და ასევე სოციალურ თემასთან ესეთი არის გათამაშებული. არის დაუშვათ აი ობიექტი, ორი ობიექტი, რომელიც ერთი ცენტრალური ობიექტი, ცენტრალური ინსტალაცია, რომელიც სხვათა შორის შეიძლება ამას ბევრი ინტერპრეტაცია მოუძებნოთ, მაგრამ ერთ-ერთი სოციალურიც არის, რომელიც კარგად თამაშდება, ასევე ობიექტთან არის მაგიდის ფორმის ობიექტი, რომელიც დგას სარკეზე, რომელსაც ეწოდება თანასწორობა, ზევიდან ეს ობიექტი არის სწორი, ანუ რაღაც მაგიდასავე ზედაპირი აქვს, ის თუ აჩვენებთ, გაჩანს ახლა ეს მასშტაბური ინსტალაცია, რომელიც ხელოვნების მუზეუმში მე და კონსტანტინე მოდი ამაზეც ვისაუბროთ, ხო? ეს იყო ესეც მე მგონი 2013 წელს იყო ეს ინსტალაციიდან სკულპტურა. 2013 წელი ძალიან დატვირთული იყო. ეს არის პროექტი ინსტალაციიდან სკულპტურამდე. მე როგორც ვიცი, ეს თანამედროვე ვიზუალური ხელოვნება გაჩნდა, ანუ როგორც ვიცი, რაც წამიკითხავს და იმიტომ ძალიან მაინტერესებს, დიდი მოყვარული ვარ ამ ჟანრია უკვე პრინციპში, ხო? უკვე ჟანრად შეიძლება ჩამოყალიბდეს, იმიტომ რომ ცალკე გამოფენები ეწყობა, ცალკე დარბაზები შენდება ამისთვის და ითქვა რომ თქვა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც მიხვდა ევროპა რომ ისეთი ბიუჯეტები აღარ არსებობს, ბიუჯეტი მრავლობითი არა ბიუჯეტი აღარ არსებობს, რომ დაიდგა სკულპტურები, ხელოვანი ადამიანები მიხვდნენ რომ საერთოდ არ საჭირო. შენ შემთხვევაში ბიუჯეტი და სახელმწიფოს შეკვეთაზე ყოფნა, არამედ შეიძლება შექმნა თანამედროვე ტექნოლოგიებით ინსტალაცია ქვია ძველი რომაული სიტყვა ესეც და გაჩვენო ის თქმაც გინდა, რეალურად ხელოვნება ისაა რომ ემოცია გადმოსცეს და სათქმელი იყოს, ხო? და არ არის ამის საუბრება სახელმწიფო შეკვეთებს ელოდონ. ეს ვიცი, რომ ესე აქედან დაიწყო სტიმული, აქედან მიეცა, თქვა. როგორც ასე თქვა თეატრის მრავალ ფორმას, ოპერაში სხვა ფორმებს, რომლებიც შემდეგ დღეს უკვე მეინსტრიმია. მეინსტრიმიც რამდენს უცხოურ სიტყვას ვახსენებ. ეხლა თქვენ როგორ მიხვედით ვიზუალური ხელოვნებიდან სკულპტურამდე ეს მაინტერესებს. ამ შემთხვევაში ამ კონკრეტულ ეს ძალიან საინტერესო იყო იმით, რომ ეს იყო მუზეუმში, ხელოვნების მუზეუმში, სადაც ოქროს ფონდიც და ასე ვთქვათ მთელი პრინციპში ძირითადი ექსპონატები, ალბათ იცით, ამ მუზეუმში მთავრდება მე-20 საუკუნის დასაწყისი, ხო?
რატომღაც არის სტერეოტიპი ჩვენთან. ნუ ეხლა ირღვევა ეს სტერეოტიპი, რომ მუზეუმი ეს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი არა გვაქვს. გვაქვს უბრალოდ მუზეუმები, სადაც ძირითადად უნდა იყოს აი უკვე ისეთი ხელოვნება, რომელიც უკვე აღიარებულია კორექტულები რო ვიყოთ მე მგონი ზოგადად ერთხელ საქმე თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი. კი, თანამედროვე რო ვიყოთ მაინც კი, მე მგონი. ოშე ბევრია ესეც ცოტა სხვა ტიპის მუზეუმი. კარგი თემა შეეხება. მოდი რა ეს თემას განავღმავი, აი ეს რომ სტერეოტიპი რომ მუზეუმში უნდა იყოს ის რაც მხოლოდ სამუზეუმოა და მარტო ბავშვები უნდა ვატაროთ იქ სკოლის ასაკიდან პირველი მეორე კლასი. აი სტერეოტიპი რო არსებობს. ნუ აი ამ სტერეოტიპზე რაც უკვე შეფასებულია, რაზეც უკვე დაწერილია, კვლევები ჩატარებულია, ასე თქვა, დაკონსერვებულია, არ ვამბობ ცუდი გაგებით და ეს დევს მუზეუმში და ამ დროს აი ზუსტად აქ არის ჩემი აზრით მუზეუმი აი ამ თემას უნდა ეხებოდეს, რომ ის რაც ახლა იქმნება, ხო, აი ეს გარდამავალი ეტაპი, ხო, აი ესეც რა თქმა უნდა ისტორია იქნება ახლა, ხო, ამ მომენტში იქნება ხელოვნების ისტორია. იქმნება ზუსტად აი იმ მომენტში, როცა ხელოვანი მუშაობს. აი ეს ინსტალაცია იყო ამით საინტერესო, რომ ამ მუზეუმში პრინციპში მე რამდენადაც ვიცი ეს პირველად მოხდა ამ ხელოვნების მუზეუმში, რომ აი ამ მასშტაბის ინსტალაცია, რომელიც იქვე ავაწყეთ, ეს არის, ანუ ეს არ იყო ობიექტი, რომელიც მივიტანეთ, გავაკეთეთ, მივიტანეთ და დავდგით მუზეუმში, ხო? ეს იყო ობიექტი, რომელიც პირდაპირ მუზეუმშივე რამდენი ხანი დაჭირდა? რა დრო დაჭირდა ამის გაკეთებას? ამის გაკეთებას საკმაოდ მასშტაბური იყო, ეს იყო 4 მეტრი. ხვარცები არის რაღაც სპილენძით სიცი არის. ეს არის ფოლადი და სპილენძი არა თითბერი იყო, თვალწინები ლატუნს ესე შექმნილი ინსტალაცია, რომელიც მთლიანად ხელით აეწყო, ეს მავთულებით მაშინ დაიგრიხა ხელით, შეიქმნა კუბი 4 მეტრიანი კუბი, ანუ 4 მეტრი სიმაღლე სიგანე, რომლის მოცულობა ძალიან დიდი იყო და ეს შეიქმნა რაღაც ერთდროულად იყო მონუმენტური და იყო ძალიან ჰაეროვანი, იყო ძალიან მარტივი, ანუ პრიმიტიული ფორმა, გეომეტრიული და ასევე ძალიან რთულად, კომპლექსურად დაწყობილი, რაც იყო ესეც ჩვენ სიმბოლურად ეს მეტაფორა იყო ხელოვნებაზეც, ეს მეტაფორა იყო აზროვნებაზეც, ამ ფორმების დამთვალიერებელი თავის ინტერპრეტაციას აკეთებს, თავისუფალია ამ შემთხვევაში დამთვალიერებელი. კი, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ჩვენ არ მიგვიცია რაღაცა ესეთი, არ მოგვიხვევია თავზე ჩვენი ინტერპრეტაცია, თუმცა აი ამ შემთხვევაშიც ჩვენ გავაკეთეთ შემდეგ საუბარი ხელოვანებთან, ეგრეთ წოდებული artist talk, სადაც ნუ ჩვენ რა თქმა უნდა ჩვენი ინტერპრეტაცია მივაწოდეთ მაყურებელს, მაგრამ ეს იყო დიალოგის რეჟიმში, სადაც ასევე ვთხოვდით, რომ მათაც მოეწოდებინათ თავისებურად როგორ აღიქვეს ეს. აი რა იყო მთავარი მესიჯი, თუნდაც აი ამ კუბით, რაც გააკეთეთ? აი ამ კუბის აქ იყო, აი როგორ გითხრათ, ძალიან კომპლექსური, ისევე როგორც აი აქ იყო, რომ თითქოს მარტივია, მაგრამ ძალიან კომპლექსურია, ისევე მესიჯი იყო რამდენიმე, ეს იყო როგორც თქვი, ეს იყო თვითონ ხელოვნებაზეც, ასე ვთქვათ, მეტაფორა, პროცესის მეტაფორა იყო კონკრეტულად ფსიქიკაზე ის როგორ აღვიქვავთ ჩვენ კონკრეტულად ხატებს, იმეჯებს, როგორ ვამარტივებთ თუ ართულებთ მას და ასევე იყო ეს სამუზეუმო თემა, რომ აი ეს შემდეგ შეიკუმშა ეს კუბი და გადაიქცა რაღაც უკვე ერთგვარ სამუზეუმო ექსპონატად, რომელიც შეგიძლია პრინციპში ნებისმიერ სივრცეში წაიღო და დადგა. ანუ პირიქით მოხდა, მუზეუმში მოხდა, სადაც როგორც წესი დგას ესეთი ობიექტები, იქ მოხდა სამუშაო პროცესი და შემდეგ უკვე ეს მზა ის გავიდა მუზეუმიდან. რა, აი რაღაცა ესეთი უკვე პროცესი. რა შეეხება ჩვენს ტელემაყურებელს უთხრათ თუ აინტერესებთ რა ხდება სარკის უკან, მაშინ უნდა მივწერეთ ქარვას წლაში 5 ივლისამდე. დავაანონსებ, რომ იქნება ასევე აი ეგრეთ წოდებული artist talk-ი 30-ში სამშაბათს 5-ის ნახევარზე, 30 ივნისს, დიახ. ანუ გამოფენის დახურვამდე შედგება, რომელზეც ძალიან მოხარული იქნები. დიახ, ქარვასლაში. მოდით კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ არც ერთი 4D თუ 7D თუ 4K და 3 რაღაც G არ გადმოსცემს იმ ეფექტს, როდესაც ნიშნავს მუზეუმში შესვლა და თვალნათლით ნახვა მუზეუმში შემოქმედებას. მოდი ეს ვთქვათ, ამიტომ ყველას ვეპატეჟებით. გამორჩეული ხელოვანი მე ჩემი დიდი მადლობა მოგზაურობისთვის და კიდევ ერთხელ მე მგონი ეს ჩვენი ქვემესიჯიც როგორც ვერი აფრიკელები იტყოდნენ, ჩვენი ქვემესიჯიც ეს იყო, რომ მუზეუმი არ არის
კარი ორგანიზაცია, არ არის სამუზეუმო ექსპონატები, არამედ იქ არის ხელოვნება და არ არის ბავშვებს რომ მივიყვანთ პირველ მეორე კლასში, შეგვიძლია ჩვენ თვითონაც შემდეგ მივიდეთ უკვე ბებიებთან და ბაბუებთან ერთად ზასწრული ადამიანები და ვნახოთ კიდევ ერთხელ ახალის და ძველის, ხო ესე? დიდი მადლობა. მე აუცილებლად ვაპირებ წასვლა შაბათსაც. ერთად წავიდეთ. მანამდე რეკლამის დროა და რეკლამის შემდეგ უკვე სპორტი და ბიზნესი. არა,